ჩვენ გავაუმჯობესებთ Lightspeed Supersonics GT5-ში. დოქტორ ეგმანს აქვს სინათლის სიჩქარის ლეგენდარული ბეჭდების ძალა. ძალა და ველავი შეაჩერებს მას. და ჩვენ მოგვიდევს ვიპოვოთ სიჩქარის ბეჭდები და განმოვიტაროთ ჩვენი Lightspeed Supersonics ფორმა ყველაზე ძლიერამდე. შევძლებთ თუ არა ვიყოთ უფრო სწრაფები ვიდრე ეგმანი და გადავარჩინოთ მსოფლიო. წავედით! ვაი ჯანდაბა, საშინელება, ბოლო ავარიის შემდეგ აღარ ვარ ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი და მხოლოდ 1 კილომეტრი საათში შემიძლია სირბილი. ეს საკმაოდ სამწუხაროა. მინდა უფრო სწრაფად სირბილი შემეძლოს, მაგრამ მაქსიმუმ ამ სიჩქარით შემიძლია ვიმოზრაო და ფეხები მტკივა. ადრე მთელი ამ ქალაქის გმირი ვიყავი. გამოვიყენე ზურმუხტი, სუპერად ვიქეცი, მაგრამ საქმე ცუდად დასრულდა. ფრთხილად, ქალბატონო. უი, ეხლა უკვე აღარავინცემს პატივს, ქუჩაში ყოფნაც კი მცხვენია. არანაირი შანსი არ არის, რომ ისევ ისეთი სწრაფი ვიყო, როგორიც ადრე ვიყავი. ეხლა მანქანებიც და ადამიანებიც მასწრებენ. აქ ყოფნაც კი მცხვენია, ასე რომ გონი დამალვას ვაპირებ. აქ დავრჩები, დავისდი ღამემდე და როცა არავინ დამინახავს, გამოვალ. თორემ თუ არა და აქ ძალიან სევდიანი დავრჩები. რა სწრაფი ვარ. ეს საოცარია. ეხლა იმდენად სწრაფი ვარ, რომ ყველაფერს ვანადგურებ გზაზე და უფრო მარტივად ვიფრობ სამყაროს. დიახ, ქალაქს დავაგრევ. ერთი წუთით ეს რა ჯანდაბა იყო, რა მოხდა? ის ვინც გავიგონე და ასე სწრაფად ჩავლილი დავინახე, დოქტორ ეგმენი იყო. კარგი, რაც შემიძლია, ჩემი ყავარჯნებით უნდა მივწვდე. აქედან როგორც ჩანს, შევძლებ დავაკვირდე, მაგრამ ესენი ჩემი მეგობრები არიან. რა ჯანდაბა მოხდა აქ? კარგი, ჩემო ძვირფასო ხელქოითებო. სოფლიო მთლიანად ჩვენია. ამ საოცარი სინათლის სიჩქარის გამაძლიერებელი ბეჭდის წყალობით, რომელიც ვიპოვე, შეუჩერებელი ვარ. თქვენ კი თითოეულს პატარა სინათლის სიჩქარის გამაძლიერებელი ბეჭედი მოგეცით. და სანამ გონების კონტროლი, რომელიც დაგედგინეთ, ისევ მუშაობს, ყველანი დამემორჩილებით, ხომ ასია? დიახ, ეგმე, ყველაფერს გავაკეთეთ, რასაც გვეთქვი. გზნობ, რომ ეს არასწორია, მაგრამ შენ ჩემი უფროსი ხარ და დამოყვები. მას შემდეგ რაც სონიკი გაუჩინარდა და ძალები დაკარგა, მხოლოდ შენ ხვებით ეგმენ, შენ საუკეთესო ხარ. დიახ, დოქტორ ეგმენ, მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ერთგულებას და მორჩილებას გვერპირდებით და ამ რგოლებს შევინახავთ. მე კიდე მახსოვს სონიკი და მე მიყვარდა ის, ასე რომ ჩუმად, ნუ გაიხსენებ იმ სულელს. ის აღარ არის ჩვენ შორის. რა სიტყვი თუ ქალაქის დაცვაში დარჩები და თუ ვინმეს დაინახავ, გაანადგურებ, კარგი? დანარჩენებო, მოამზადეთ ყველაზე რთული გამოცდები, რაც კი შეგიძლიათ მოიფიქროთ, რომ არავინ მოგპაროთ სინათლის სიჩქარის ბეჭდები. მე კი ამ დროს გავერთობი და შეჯიბზე გამოვიწვევ ყველას, ვისაც მოუნდება, რადგან ვერავინ მომიგებს, იმიტომ რომ სინათლის სისწრაფით ვირბენ. ეხლა ბიჭებო, წავიდეთ აქედან. შედაბით ბიჭებო, მე არ დავჩები და დავაკვირდები, თუმცა დავსმულებული არ ვარ, სწორად ვიქცევი თუ არა. ეს ძალიან უცნაურია და იმის ეჭვები აქვს, ეს იმიტომ რომ ჯერ კიდევ ახსოვს მე და გონების კონტროლმა ბოლომდე ვერ დაიფხრო. ეიმი, მომისმინე, ეს მე ვარ სონიკი, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. იმავარია მხოლოდ ფეხები და მაგარგვინა, მაგრამ ჩემი სუპერსონიკის ფორმა შემრჩა. ცოცხალი ხარ. ამჯერა ეს შენ ხარ, შენ საუკეთესო ხარ. დოქტორ ეგმანმა ჩვენ ყველა დაგვიმორჩილა. არ ვიცი რა გავუკეთა და ეს ბეჭდები მოგცა, მაგრამ მე ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი და არც ერთ მომენტში არ გადავსულარ მეორე მხარეს. ისევ შენს მხარეს ვარ. სასიამოვნოა ამის ცოდნა, ეიმი. მაშინ შეგიძლია მათხოვო სინათლის სიჩქარის ბეჭედი. ასე შევძლებდი ჩემი Lightspeed Supersonics ფორმის გაუმჯობესებას და შევძლებდი დანარჩენებთან დაპირისპირებას, რომ დავამარცხო ეგმენი და გადავარჩინო მსოფლიო. რა თქმა უნდა, სონიკ, უნდა გადავარჩინოთ მსოფლიო. შენ საუკეთესო ხარ. აღარ ვზნობ რომ გონებრივად მაკონტროლებენ. გეტყვი სათავიდოთ easy, რომ მასაც შეიძლება საერთო მისი ბეჭედი, კარგი? და გასულეს, რაც შეიძლება მალე. ასეც მოვიქცევი, ეიმი. ეხლა გთხოვ, მომეცინება. ვაპირებ ამ ბეჭედიდან შუქის სიჩქარის ენერგიის შთანთქმას. დიახ. მე ისევ სუპერსონიკის ფორმაში ვარ. ეხლა ძალიან სწრაფად გავიქცევი. არ ვიცი სინათლის სიჩქარი თუ არა, მაგრამ საკმაოდ კარგია. ძალიან კარგი სონიკ, ყოველთვის ვიცოდი რომ შედლებდი. უნდა წახვიდე დოქტორ ეგმენის წინააღმდეგ, მაგრამ სანამ მასთან დაპირისპირდები, ის ძალიან სწრაფია, ჯერ მე შეაგროვო დარჩენილი ბეჭდები. ასე რომ მიდიდე ილსამ მის მდებარეობას გეტყვი. დიდი მადლობა, ეიმი. ვიცი რომ ყოველთვის შემიძლია შენზე დაყრდნობა. მუა, ეხლა თეილს დავამარცხებ და გონს მოვიყვან. მივდივარ სინათლის სისწრაფით. დიახ, წავედით, დიახ.
ისე სწრაფად ვირბენ, რომ წყლის ზედაპირზეც კი შევძელი ცოტა ხნით სირბილი. და როგორც ჩანს, აქ არის ტეილსი, შემდეგი ბეჭდით. ზუსტად ასეა, აქ ვარ. ბრინ ბედავს მოვიდეს და ჩემი ბეჭედი მომპაროს. მისი მოპოვება თითქმის შეუძლებელია, რადგან მოამზადე ეს ტრასა, სადაც ზღვის დონეზე უნდა ირბინო. თანაც სულ უფრო და უფრო მაღალ დონეებზე. და ყოველ დონეზე უნდა დაამარცხო ჩემი ბოროტი და საშიში ვერსიებიდან ერთ-ერთი. კიდევ ვერსია ბევრად უფრო საშიშია ვიდრე წინა. ასე რომ ფრთილად იყავი და წარმატებებს გისურვებ. კარგი, მაშინ დავიწყოთ. პირველი დონე. წყლის ზედაპირზე სირბილი საკმაოდ მარტივია, სიმართლე რომ ვთქვათ. ალი ძალიან დაბალ დონეზეა და მტერი, რომელიც უნდა დავამარცხო, არის, ეს პატარა ტეილსია. ის ისეთი საყვარელია, ისეთი მომხიბვლელია, ისეთი. მოდი გამატარე, კაცო. სამყარო უნდა გადავარჩინო და ეს უბრალოდ ხაფანგია. წავედით, მეორე დონე. აი ისიც. დიახ. წყალი ცოტა უფრო ღრმაა, მაგრამ ადვილად უახავ. ეხლა კი ეს პრანკი ტეილსია. შენს გამატარე, გთხოვ. აი დაგინახე. ეხლა გზას ვაგზელებ და მესამე დონე. უი. წყალი კიდევ უფრო მეცფარავს, მაგრამ თუ კარგ ზიგზაგს გავაკეთებ, ტალღებზე ზემოდან გავივლი. დიახ. ასე ვხდები ტეილსის შემდეგ ვერსიას. მიიღე მუშტების წვიმა და გამატარე გზიდან. დიახ. კარგია, საკმაოდ კარგად გავართვი თავი. ეხლა მეოთხე დონე. ეს ცოტა რთულდება. თუ ჩავიძირები, დავიხჭობი და მოვკვდები, მაგრამ შემიძლია ერთი მხარე, მეორე მხარე. დიახ. ეს არის ტეილსი წერტილი 6-ე, ასე რომ მას 6-ეს რაღაცას გაუკეთებ. გამატარე გზიდან სულელო. ტესტი სულ უფრო და უფრო რთულდება. ეხლა მეხუთე დონე. აქ მართლა ჩანს რომ დავიხჭობი. ეს ტალღა მაღალია, მაგრამ თუ შევძლებ მასზე სერფინგს. არა. ცოტა კიდევ, აი ძლივს გადავჭი. და ის, ღმერთო, ეს ტეილსის წყლის მონსტრია. მოდით ვნახოთ როგორ მოგეწონება. ელვა შენ სახეში, ხო? ისე სწრაფად მივდივარ, რომ ელექტრობას ვქმნი. სულელი. ეხლა მეექვსე დონე ძალიან რთულია, მაგრამ მოდი ზიგზაგი. არა. ვერ დავეცემი, ვერ ჩავიძირები, უნდა გადავხტე. ხო! ეხლა სიმბიონტი ტეილზი მოდის. გონი შენ პლატფორმიდან გადაგაგდებ. ამ საოცარი ძალით იმდენად სწრაფი ვარ, რომ ხელების ქნევით ელექტრულ ტალღებს ვქმნი. ეხლა მეშვიდე დონე უფრო რთული ხდება, მაგრამ თუ დაველოდები, რომ ასეთი ტალღა გაიაროს. დიახ. შემიძლია ზედ გადავილბინო სერფინგით. ეხლა ზღვა მშვიდია, ამიტომ სარგებლობამით. ამ ხარეს მივეკრობა. აი მოდის ტალღა, მაგრამ მე მას გავცდი. ეხლა ღმერთო, ეს მეტალის ტეილზის რობოტია. გონი შენ სადენებს ცოტა შევეხები, რომ დაგარტყასდენი. კარგი, მოკლე ჩართვა იქნება. და გამეცალე გზიდან. კარგი, უკვე მხოლოდ 2 დონე დარჩა, უნდა ვეცადო ბოლომდე. მერვე დონე, მე ვარ ვაით, სპიდ სუპერსონიკი. და წყლის ზედაპირზე სირბილი შემიძლია. ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან და ტალღას გადავხტები. წავედით! ცოტა ჩავიძირე, მაგრამ მაინც შევძელი. ეს ზომბი ტეილზია? მგონი შენ კარგად უნდა გაგიმასპინძლო მუშტების სალათით. აი ასე და ასე. დიახ. სუპერ, უკვე თითქმის ერთი დონე დამჩა. მეცხრე დონე. ეს ძალიან რთულია და წყალი ძალიან ღრმაა, მაგრამ მე ვარ ლაიტსპიდ სუპერსონიკი და არაფერი შემაჩერებს. წავედით. ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან. ტალღა მოდის, აქედან გადავხტები და მშვენივრად გამომდის, რომ ბოლომდე მივიდე. დიახ. და ეხლა, ღმერთო ჩემო, ეს ტეილზი მგელია. ჩემი არც ერთი შეტევა არ იმუშავებს მის წინააღმდეგ. ამიტომ დავიწყებ მის გარშემო წრეზე სირბილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევქმნა ტორნადო, რომელიც ტეილზ მგელს შორს წაიღებს. დიახ. აღარასდროს გნახავ სულელო. და ეხლა კი ბოლო დონე. თუ აქ ჩავიძირები, დავიღუპები. ასე რომ წავედით. ზიგზაგი ერთ მხარეს. ტალღას მეორე მხრიდან გადავხტები. წყლის ზედაპირზე სირბილს ვაგზელებ. უნდა მივაღწიო სინათლის სიჩქარეს. წავედით კიდევ ცოტა? არა, ვიძირები. მაგრამ შეიძლება წყალქვეშად შევძლო სირბილი, სანამ ზედაპირზე ამოვალ და მივაღწევ. დიახ. ტეილს, მივედი, ის ბეჭედი ჩემი არის. მაშ, სონიკ, ეს შენ ხარ? მოიცადე, ეხლა ყველაფერი ნათლად ჩანს. დოქტორ ეგმანმა ჩვენზე манипуляცია მოახდინა. მისი გონების კონტროლი ძალიან გვავნებდა, მაგრამ ეხლა მახსოვს ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. და ჩვენ ვართ გმირები, რომლებიც სამყაროს გადაარჩენენ. ასე რომ მიდი, აიღე ბეჭედი, გაუმჯობესე შენი ლაით, სპიდ სუპერსონიკის ფორმა და გადაარჩინე მსოფლიო. როგორ მიცნობ, ტეილს? უდავოდ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ასე რომ მივდივარ, ვაუნჯობესებ ჩემს ლაიტსპიდ სუპერსონიკის ფორმას.
სწრაფად ამ წუთიდან გაქვს მხოლოდ 20 წამი რომ დაალაიქო გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გააუმჯობესო Lightspeed Supersonic-ის ფორმა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერს სიტყვა Supersonic-ი, შეძლებიყო ისეთივე წარმოუდგენლად სწრაფი როგორიც ისაა, ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდით, როგვეც ურება. არა. ო, კი. სინათლის სიჩქარე თანდათან მფარავს და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი და სწრაფი ხდები. Supersonic-ი, ეხლა უნდა შეხტე Silver-ს, დარწმუნებული ვარ, მასაც აქვს კიდევ ერთი ბეჭედი და შეძლებ მის ზემოწსასაც გადალახავ. უეჭველად რომ წაიღო ის. მასაც ზართმულებ, როგორც ჩვენ დაგვარწმუნე. ამაში არ შეგეპაროს ეჭვი Tails. ტყუილად არ ვარ სინათლის სიჩქარის Supersonic-ი. აი მივდივარ წყლის ზედაპირზე ვირბენ, შეუჩერებელი ვარ, დიახ. კარგი, ბოლოს და ბოლოს გამიჭირდა, მაგრამ ვიპოვე შენი ტაძარი Silver. სად არის ის ბეჭედი? რა თქმა უნდა, არა, ნუ გამაცინებ. გონია ესე ადვილად იპოვი. ნებისმიერ ფასად დავიცავ დოქტორ ეგმენს. სულელური გონების კონტროლი. ელში ამოვიდა ეს ყველაფერი. მე თვითონ ვიპოვი მას და წავიღებ. დიახ, მაგრამ როცა ბეჭედს იპოვი, მასზე ჯადო დავადე. ის გადაგიყვანს განზომილებაში, საიდანაც ვერ გამოხვალ, თუ სინათლის სიჩქარეს არ მიაღწევ. ასე რომ გონი დაკარგული ხარ. ანუ ჯერ უნდა ვიპოვო, მერე კი უცნაური განზომილებიდან უნდა გამოვიდე. მომწონს როგორც ჟღერს. თანაც სინათლის სიჩქარეს გამოვიყენებ და ძალიან სწრაფად ვიპოვი. წავედით. მოდით ვცადო კედელთან გავივლი, თუ საჭირო იქნება და ამ ბორცვზე ავალ. აქ ეს რინგი არ არის. მოდით ვნახოთ, აქ უცნაური ქანდაკებაა და აქეთაც როგორც ჩანს არაფერია. ნახოთ ამ ხარეს. უკვე ვიცი, კლასიკური ვარიანტია რომ ჩანჩქერის უკან იყოს აქედან ავა და როგორც ჩანს აქ არ არის. შეიძლება ან წყალში იყოს, თუმცა უკვე დაუძლიეთ წყლის ზედაპირზე სირბილის გამოწვევა, ასე რომ დიდი აზრი არ ექნებოდა. შეიძლება აქ იყოს, არა, ამ კედელზე გავიქცევი და ამ ჩანჩქერის უკან, ედავ აქ სიღრმეშია? არა, საჯანდაბაში დამალე ეს ბეჭედი Silver, აქ სადმე ნახოთ. არა, ეს კარგი შესასვლელია, მაგრამ არაფერი. შეიძლება თუ ამ გასასვლელით შევალ. აქ რაღაც კვალია, მაგრამ ბეჭედი არაა. თითქოს აქ უნდა იყოს მოთავსებული, მაგრამ რუკაზე არსად ჩანს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ უთქვამს, რომ რუკაზეა დამალული. შეიძლება რუკის საზღვრებს გარეთ გაიტანა, რომ კარგად დაემალა. გამოვიყენებ ჩემი სინათლის სიჩქარეს, რომ აქეთ შევხედო და მგონი ვიპოვეთ პრიზი. ბეჭედი ნაპოვნია. ეხლა შევეხები და უცნაურ განზომილებაში გადავალ. მზად უნდა ვიყო. წავედი. მუშაობს. ეს რა ჯანდაბა? მოუხავარ და ახალ განზომილებაში გადავდივარ. ეს რა ჯანდაბა? აქ ყველაფერი სხვანაირია. ვერაფერს ვიგებ, თითქოს ვფრინავ, შემიძლია ვირბინო, თუმცა სხვანაირად მოძრაო. თავს საკმაოდ მოქნილად გზნობ, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორ უნდა გავიდე აქედან ახლა? მოდით ვნახოთ, იქნებ იმ შავ ხვრელში უნდა გადავიდე. არა, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანს. რა ჯანდაბას ვაპირებ გავაკეთო? შეუძლებელია. იქნებ თუ სუპერ სწრაფად გავიქცევი, შეუძლო. მოდი, გავალ აქედან. ჯანდაბა შეუძლებელია. არ ვიცი, რა გავაკეთო, მართლა ესეთი რთულია. თუ იმ შავ ხვრელში გადასვლა არ არის გამოსავალი, აბა რა შევძლებ გავაკეთო? თუმცა ერთი წუთით ის რაც ქვემოთა ბეჭედია იქა. თუ შევძლებ მის შეხებას ჩემს სიჩქარეს სინათლის სიჩქარემდე გავზრდი და შევძლებ იმდენად სწრაფად სირბილს რომ აქედან გავალ. მოდი Sonic, რამე მოიფიქრე. უნდა გავაკეთო კარგი ნახტომი რომ იქ ქვემოთ ჩავარდე. დარწმუნებული ვარ ამ უცნაური განზომილების კუთხეში სადმე დაღმართი იქნება და ეს უნდა გამოვიყენო. შევძელი გამომივიდა, პირდაპირ ბეჭედისკენ მივდივარ. დიახ, აქ ვარ. დროა მისი ძალა შევიწოვო და ამ სულელური განზომილებიდან გავიდე. დიახ, იმუშავა და ახლა ყველაფერი დასრულდა. Silver, ახლა ბევრად უკეთესი ძალა და ფორმა მაქვს, ნანობ თუ არა? მერტო ჩემო Sonic, მაპატიე. სრულიად დაბნეული ვიყავი. წვეული დოქტორი ეგმანი თავისას აკეთებდა და ყველაფერი თითქმის ძალიან ცუდად დასრულდა, მაგრამ შენ თვალები ამიხილე და ამისთვის მადლობელი ვარ. ეხლა უნდა მიხვიდე ნაკლსთან. რა თქმა უნდა, ასე მოვიქცევი, ეხა უფრო სწრაფი და ძლიერი ვარ და ეს პრობლემა არ იქნება. ასე რომ ნაკლს მოემზადე, შენთან მოვდივარ და აი აქ ვარ ნაკლს. მე შენზე უფრო დიდი, ძლიერი და სწრაფი ვარ. ასე რომ მითხარი, რატომ არ მომცემ იმ ბეჭედს? იქნებ დრო დავზოგოთ. ამ ბეჭედს მე ვიცავ დოქტორ ეგმენისთვის და მას მხოლოდ იმას მივცემ, ვინც შეძლებს მუშტის დარტყმას სინათლის სიჩქარით. თუ შეძლებ გადეხო პატარა ქვა, შემდეგ საშუალო ქვა, შემდეგ გიგანტური ქვა და ბოლოს ჯოჯოხეთური ქვა, მაშინ ამ ბეჭედს დაიმსახურებ. ამასობაში წადის საწოდაო. ანუ უნდა გამოვიყენო ჩემი სისწრაფე რომ მქონდეს ძალა. გასაგებია ნაკს ძალიან ონწონს შენი გამოცდა. ნახავ რისი გაკეთებაც შემიძლია. ჯერ პატარა
პატარა ქვა. ია, ესეც შენ პატარა ქვა, ოჩა. წამოდი, მივდივარ სწრაფად და უთხამ. წავედით. არ მუშაობს. და თუ პატარა ქვას ვერ გავტეხავ, ვერც ეს ვერ გავტეხავ. თუმცა მგონია უკვე ვიცი რატომ არ მუშაობს. საქმე სისწრაფეში არ არის. ისე სწრაფად უნდა დავარტყა, რომ ჩემი ზალა გაიზარდოს. და ეს შესაძლებელია თუ ასე გავაკეთებ. დიახ. სამუდამოდ გემშვიდობები პატარა ქვა. მოგეწონა ეს ნაკლს. მაგრამ ჯერ არაფერი გინახავს. ეხლა ისე სწრაფად გავიქცევი, რომ გავორმაგდები და ნელ-ნელა გავანადგურებ ამ ქვას. დიახ. ასე, სანამ თლიანად არ ავაფეთქებ. ეს ცოტა უფრო რთულად გამოიყურება. რა სიტყვი თუ ბევრ მუშს დავარქა მაქსიმალური სიჩქარით. წავედით, თუმცა მხოლოდ ერთი ნაწილი გავტეხე. უნდა გავაგრძელო მისი დამტრევა. დიახ. გაეთრიე სულელო ქვა. საკმაოდ კარგად გავართვი თავი. ეხლა კი ჯოჯოხეთის ქვას ვეჯახები. ჯერ არავის დაუმარცხებია ის. ასე რომ გონია, ძალიან კარგად მომიწევს დამუხტვა. აბსოლუტური სინათლის სიჩქარით უფრო სწრაფადაც კი ვიდრე ჩემი საკუთარი ანარეკლი. ამ გზით მოვაგროვებ ყველა შესაძლო ენერგიას. და ასე, მხოლოდ ასე შევკრებ ძალას, რომ დავასრულო ეს. წავედით, ვაგროვებ მთელ ჩემს ენერგიას. აქ ვარ, ეს არის მომენტი. მზად ვარ. სამუდამოდ გემშვიდობები ჯოჯოხეთის ქვა. ეს არის სინათლის სიჩქარის მუშტი. საბოლოო. დიახ. სამუდამოდ დამშვიდობდი ჯოჯოხეთის ქვა. ყველა გამოცდა გავიარე და ვერც ერთი კლდე ვერ გადარჩა ნაკლს. რას ფიქრობ ამაზე? ღმერთო ჩემო, რაც გააკეთე საოცარია. უდავოდ იმსახურებ დიდ ლეგენდარულ სინათლის სიჩქარის ბეჭედს. ეს უკვე ვიცოდი, მაგრამ რა თქმა უნდა გამოცდა საჭირო იყო. ეხლა ნებართვა მომეცი, აქ გადავიტან და ახალ სონიკად ვიქცევი. დიახ. ეს ნამდვილად საოცარია. ეხლა იმდენად სწრაფი ვარ, რომ თითქმის სინათლის სიჩქარით მივდივარ. თუმცა ერთი ბეჭედი მაინც მაკლია, არა? ზუსტად ასეა სონიკ, მადლობა რომ ის ბეჭედი მოხსენი და გონების კონტროლიდან გამოთავისუფლე. ეხლა მიდი შადოუს და ძალიან რთულ გამოცდას მოგიწოვს. მაგრამ თუ დაამარცხებ, ის ბოლო ბეჭედიც შენი იქნება. გავაკეთებ ამას ნაკოს, არანაირი იწვი არ გქონდეს. დიახ, ეხლა იმდენი ძალა მაქვს, რომ თითქმის სინათლეს ვაკონტროლებ. და მე შეუჩერებელი ვარ. მოგდივარ შენთან, შადოუ. დიახ. ძნელი იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გიპოვე შადოუ და მითხარი, რას მთხოვ რომ ის ბეჭედი მომცე, რომელიც ჩემია. დოქტორი ეგმენი ყველაზე დიდია და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ამიტომ თუ ამ ბეჭედს გინდა ჩემი დამარცხება მოვიწერს. ანუ მომიწევს ბრძოლა ჩემი ყველა უნარისა და სინათლის სიჩქარის ძალების გამოყენებით. მგონი არიცი ვის ებრძვი შადოუ, მაგრამ შენი ნება. მე შენ გცემ და დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია. ეგ შენ გონია, დოქტორი ეგმენი სამუდამოდ გიგანტი იქნება. მაშ, მოდი შადოუ, მე შენ დაგარტყამ სინათლის სიჩქარის ძალით. კარგად იბრძვი, ძლიერი ხარ შადოუ, მაგრამ მე არ დავნებდები, მით უმეტეს ვიღაცას, ვის დოქტორ ეგმენის მიერ არის კონტროლირებული. ეხლა იმდენად სწრაფი და ძლიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შემიძლია. აი ეს მიიღე. დიახ. კარგად იბრძვი, ძლიერი ხარ, მაგრამ მე ვარ Lightspeed Supersonic-ი და სულაც არა, მე მივიღე სუპერ სისწრაფის რგოლების მთელი ძალა. არ ვაპირებ ხელდაკრეფილი ვიждე, სანამ დოქტორი ეგმენი გაკონტროლებს და გაძალებს, რომ სოფლიო დაიფხრო. სოფლიო დასაპყრობად არ არის, მასში უნდა იცხოვრო და იყო თავისუფალი, მაგრამ სხვებს არ ჩაგრავენ. აი ეს და ეს, შადოუ, შენ ვერ შეედრები ჩემს ძალას, ნახე რა ძალა მაქვს, სინათლის სისწრაფით. არა, ეხლა ის დამარყავს. საბედნიეროდ მე სინათლის სისწრაფით ვირბენ და ეს უკვე შენზე უფრო სწრაფს მხდის, შადოუ. აი ეს. სინათლის სისწრაფის სხივი. დიახ. შედოუ, აღარ გაგიშვებ წინ, ძალიან მწუხვარ, მაგრამ ეს შენი დასასრულია, მე დავამარცხებ დოქტორ ეგმანს, მე ვიქდები მასზე სწრაფი და აუცილებლად გადავარჩენ სამყაროს, ასე რომ მოემზადე, შედოუ, აი. ოკი, ჩემს თელ სინათლის სისწრაფეს მოვიკრებ და დაგამთავრებ. კონტეგო! აქამდე მოხვედი შედოუ, მაპატიე რომ მე უნდა დაგამთავრო. სუპერ სინათლის სისწრაფე. კი.
არ მინდოდა რომ ეს ასე დასრულებულიყო მეგობარო, მაგრამ უნდა გამეკეთებინა რომ შენთვის გაეგო. ეხლა ბოლოს და ბოლოს შემიძლია გამოვიკენო ბოლო ბეჭედი. მიუხედავად იმისა რომ დოქტორ ეგმენის ბეჭედი უფრო დიდი იყო, მე რამდენიმე შევაგროვე, ასე რომ ის შთანთქმით პრაქტიკულად საბოლოო სინათლის სისწრაფის ფორმას მივიღებ. წავედი! დიახ, დღე ნათდება. ყველაფერი უკეთესად ჩანს და მე მაქვს ჩემი საბოლოო სინათლის სისწრაფის ფორმა. მაშასე, მოვდივარ დოქტორ ეგმენ, მოემზადე რადგან დაგამთავრებ. დიახ. და აი აქ ვარ საბოლოოდ რომ გაგიწიო გამოწვევა დოქტორ ეგმენ. მე ვარ Lightspeed Supersonic-ი, მაქსიმალური ძალით და სიჩქარით. ნუ გამაცინებ, სონიკ. შენ არ გაქვს არც ძალა და არც სიჩქარე რომ დავამარცხო. ჩემი მსახურები შენი მეგობრები იყვნენ გონების კონტროლის ქვეშ, მაგრამ მე ვერ მომიგებ რბოლაში. რა სიტყვი რბოლაზე, სადაც ყველაფერი შეიძლება. თუ მე მოვიგებ, შენ მოგდები და მსოფლიო ჩემი იქნება. და თუ მე მოვიგებ შენ სამუდამოდ სახვალ ქალაქიდან, აღარასდროს შეგვაწუხებ, თორემ დაგამთავრებ. ხო, როგორც გინდა, ეს მაინც არ მოხდება, ასე რომ ნიშნულობა არ აქვს. ძალიან კარგი, რბოლისთვის მზად ვარ. მეც მზად ვარ. გაგანადგურებ დოქტორ ეგმან. ჯერ კიდევ ნახავთ, Metal Sonic დაიწყოს რბოლა. მზად ადგილებზე 3, 2, 1, გაიქეცით. პინკადო, ბევრად უფრო სწრაფი ვარ ვიდრე შენ. ნახე რა სწრაფად მოდრაო. სინათლის სიჩქარით მივდივარ და არაფერი და არავის შემაჩერებს, Sonic. დოქტორი ეგმენი ამ რბოლას მოიგებს. და შენ ჩემს ხალში მოგდები. დიახ. წავედი, თუმცა ერთი წუთით. სიჩქარეში ბეჭედი დარჩა. მგონი იდეა მაქვს. ჯერჯერობით მე წავიღებ. და ეხლა სინათლის სიჩქარით გავიქცევი. დიახ, წავედით. მგონი მასზე უფრო სწრაფადაც კი შემიძლია სირბილი. გეგმებს აურევ. ვაიძულო რომ ის გამომეკიდოს. ამას მხოლოდ მაშინ შევძლებ თუ ახალ დონეს მივაღწევ. ისეთი სისწრაფით მივდივარ რომ დრო თითქმის გაჩერდა და დოქტორი ეგმენი გაშეშებულია. დიახ, მაპატი ეგმენ, მაგრამ ეს რბოლა ჩემი იქნება. წავედით, თუმცა ერთი წუთით. ეს სულაც არ მომწონს. როგორც ჩანს, დოქტორი ეგმენი მომდევს. როგორ ახერხებს ამას? აშკარად ჩანს, რომ ისის თითქმის სინათლის სისწრაფით შეუძლია სირბილი. მაგრამ მე მასზე სწრაფი ვარ, არა? არა, აი მოდის, რა ჯანდაბა! ისე სწრაფად მოძრაობს, რომ თითქმის ვერ წხედავ. მგონი სხვა გზა აღარ დამრჩა. და დადგა დრო, გამოვიხენო დოქტორ ეგმენის დიდი ბეჭედი. ეხლა გავხსნი ჩემს საბოლოო ფორმას, სინათლის სისწრაფის Supersonics. და ასე შევძლებ ამ რბოლის მოგებას და მის დამარცხებას. იმიტომ რომ ღმერთო ჩემო, აი მოდის მთელი ძალით. წავედით. მაქსიმალურ ტურბოს ჩავრთავ. აი ესე უნდა. და სწორედ ახლა დრო, აი მოდის, წინ, ყველა ბეჭდისგან უკანასკნა შევიწოვ. დიახ, ეს არის ნამდვილი ძალა Lightspeed Supersonic-ის. ბოდი შეგმელ, მაგრამ ვერ მომიგებ რბოლაში თუ ასეთი სწრაფივა. ეს ნიშნავს რომ რბოლა მოვიგე. დიახ. ეხლა ვეღარავინ და ვერაფერი დამცინებს. მზე ისევ ამოვა და ნებისმიერი მტერი, ვინც ცდილობს მსოფლიოს დაპყრობას, მე დავამარცხებ მას. იმიტომ რომ მე ვარ Lightspeed Supersonic და მე ვარ ყველაზე სწრაფი მთელ სამყაროში. დიახ.